თუ კი სიმართლეს ლაპარაკობთ, არ ჯობია რომ სრული სიმართლე თქვათ, ვიდრე ნახევარ სიმართლე. რა მოლოდინი გაქვთ 2024-ის ეს იმ პარტიით, რომელიც ჯერ არც კი ვიცით რა იქნება. გონია რომ სიმართლეს ხალხი დაიჯერებს, ამ სიმართლეს ხალხი გაყდება და ეს იქნება ბევრისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი არჩევნებზე. ან თქვენ გინდათ დიდი ბიჭების თამაშის წესები შეცვალოთ? აუცილებლად. თუ დაამარცხებ შენ ივანიშვილს და მიიღებ კეზერაშვილს, შენ ვერ ამარცხებ სისტემას. როგორ აუვლით ჩნუნებას გვერდს, რომ არ იყოთ პოპულისტები? გააზრებული შეცდომები არ დანიშნული ისმით. როგორ ხართ? იმედიანად, ოპტიმისტურად და მოზღვეული ენერგიით. დიდხანს ფიქრობდით, ხო, სანამ გამოეყოფოდით პარტიას, რომელშიც ბევრი წელი გაატარეთ. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ აი ბოლო პერიოდამდე გქონდათ იმედი, რომ რაღაცას შეძლებდით, რომ დაგებრუნებინათ უკანეს მართვის სადავეები? იცით, დიდხანს არ ვფიქრობდი, მაგრამ თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანი გააგრძელდა. ნათელი ხდებოდა, რომ იქ უბრალოდ გაჩერება ნიშნავდა ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის და უკანასკნელ დღეებმა ის დაადასტურა საკუთარ თავზე უარის თქმას, ნიშნავდა იმ პრინციპებზე უარის თქმას, რომელიც შენ გაქვს მორალზე, ღირსებაზე, რაზეც ბევრი მისაუბრია, თუმცა ამდენად მძიმე მდგომარეობაში თუ ჩავარდებოდა პარტია, რომლისთვისაც მართლა 11 წელიწადი ოპოზიციიდან ვიბრძოლე, არ მეგონა ადამიანურად დასანანია, რომ ვერ მოვახერხე მისი როგორც ორგანიზმის გადარჩენა. მე ასე ვაფასებ დღეს მათ მდგომარეობას, ვინაიდან აღმოჩნდნენ ადამიანები გარშემო, ვისთვისაც პარტია არის იდეა. აი როგორც კომუნისტური პარტია, თუ მოგვიხმობს პარტია, ჩვენ ვიზამთ ამას. თავარია პარტია მოგვიხმობს. რას მოგიწოდეს მნიშვნელობა არ აქვს. და აღმოჩნდნენ ადამიანები გარშემო, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდეს, რომ პარტია იყოს იდეა თავისთავად, ანუ დროშა, რაღაც ემბლემა იყოს, ნომერი იყოს და არა ის ღირებულებები და ფასეულობები, რისი განხორციელებაც უნდა გსურდეს ინსტრუმენტით, რომელსაც პარტია უნდა იძლეოდეს. ხო, მაგრამ ეხლა თქვენ დასარწმუნებელი ყავთ ამ მორჩეველი, ხო, რომ თქვენ დაგიჭიროთ მხარი და თუ თქვენ ვერ მოახერხეთ თქვენი ყოფილი თანამებრძოლების დარწმუნება იმაში, რომ ღირებულებები და პრინციპები არის მნიშვნელოვანი, როგორ მოახერხებთ ამ მორჩევლების დარწმუნებას? ასე მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ძალიან ხელოვნურმა პროცესმა, რომელიც დიახაც იყო ნაკარნახევი მერკანტილური ინტერესებით და ეს პროცესი დაფინანსებულიც იყო, ბუნებრივია ადამიანის მიერ, ვისაც აქვს ამბიცია, რომ გახდეს უბრალოდ ოლიგარქი ქვეყანაში და მართოს სახელმწიფო იმდაგვარად, როგორც იმართება ახლა ივანიშვილის მიერ, გახდა აი ამ ხალხისთვის მიუღებელი. შიგნით პარტია ნაციონალური მოძრაობის აღმოჩენას გულისხმობ, ხო? სამწუხაროდ მათ პარტია ორად გახლიჩეს. პარტია ორად გახლიჩეს, უბრალოდ არის მოცემული, როდესაც მიიტაცებ ამ შემთხვევაში პარტიულ ძალაუფლებას და ხელს აღარ უშვებ, ხო? და დიდმა ნაწილმა ვარჩიეთ, რომ იქ აღარ არის სიმართლე. იქ აღარ არის შანსი ამ ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის მოპოვებისა. და მივიღეთ, მე ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება, აბსოლუტურად საკუთარი სინდისით ნაკარნახევი და დღეს ჯერ არ შექმნილ პარტიას მე ხედავ, უძნობ, ყოველდღიურად მუშაობ, თუ აქვს უკვე ძალიან დიდი მხარდაჭერა, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი გახდა ჩვენი მოკავშირე, ვისთვისაც გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკა როგორც ცნება ხდება. პოლიტიკა როგორც პროცესი არის გადასარჩენი, პოლიტიკა როგორც ტრადიცია არის გადასარჩენი. დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, თუ ვინმეს უნდა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, უნდა გამოითხოვოს კურთხევა ან შუშის სასახლიდან, ან პროცესის კლუბიდან. კეზერაშვილის გავლენა ამ პარტიაზე არ არის ახალი. შესაძლოა ამ სიმწვავით ბოლო პერიოდში დადგა ბოლო თავმჯდომარის ცვლილების შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ხანი უსწრებდა, ხო? სანამ ეს შედარებით ნაკლებად ხილული პროცესი იყო და თქვენ იყავით, ხო, ამ პარტიაში? მე მასთან მქონდა სამჯერ შესაძლებლობა შეხვედრის და აქედან გამომდინარეც ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. არ იყო ეს შეხვედრები სასიამოვნო? იცით,
ციხინა გათავისუფლების შემდეგ პირველი შეხვედრა შედგა და მანამდე არ ყავდათ ნანახი არ იცნობდით. არც ერთ ვითარებაში არც მქონია მასზე მაღალი წარმოდგენა და ეს საჯაროდ დამიფიქსირებია. უბრალოდ ჩემთვის რაღაც ახალი სიგნალის მომცემი იყო, შესაძლებელია ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ მან ერთ-ერთი ტელეკომპანია, პროდასალური ტელეკომპანია, ყოშ-ყოშ პროდასალური ფასეულობის გამზიარებელი ტელეკომპანია დააფუძნა. შესაძლებელია ამ ადამიანს გულწრფელი სურვილი ჰქონოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ხარდაჭერა. და მე არ დამიმალავს მასთან შეხვედრის. თაობაზე მე საზოგადოებას საქმის გულში ჩავაყენე, მიმაჩნია რომ თუ კი რამე შეიძლება ჩემს უპირატესობა ჩავთვალო, მაქსიმალური საჯაროობა. და ვფიქრობ ეს დეფიციტი. ეს ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, კი. იცით, მალევე დარწმუნდი რომ ეს ადამიანი არ არის მომართული დემოკრატიული პროცესების გაჯასახებისკენ. და არც მიკვირს. ადამიანს აქვს ნომერ პირველი ამოცანა. ისე როგორც ბიზინა ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს მისი ფული, რომელიც უბრალოდ არ აქვს კეთილსინდისიერი წყაროებით მოპოვებული. ეს სიმართლეა, ხო? ამას ვისაუბრე. და იქნები შენ პროდასავლელი ოლიგარქი თუ პრო-რუსი ოლიგარქი, ოლიგარქობა თავისთავად არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი არის ოლიგარქობა უკვე. და რა თქმა უნდა ამას თუ ემატება პრო-რუსული განწყობის ოლიგარქია, ხო? ეს უფრო ძიმია სახელმწიფოსთვის. ამ ადამიანს ისე როგორც ივანიშვილს სურს შეინარჩუნოს ის ქონება, ფული, რომელიც პირდაპირ სახელი დაურქვა თავისი და მე წლების განმავლობაში წინ მithქვამს ეს, მისთვისაც მithქვამს, რომ კეთილსინდისიერი გზებით არ აქვს მოპოვებული, ხო? და რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, ხელისუფლება, რომელიც რეჟიმად გადაიქცა და რომელსაც გაცილებით დიდარი ადამიანი მართავს ბიზინა ივანიშვილის სახით და მათ პროპაგანდისტულ აი ესე ფაიპლაინში მოხდა ისეთი გზავნილი, რომელიც სიმართლე შეიცავს. ეს არის სამწუხარო, როდესაც შენს მოწინააღმდეგეს, რომელსაც თავი და ბოლომდე სიყალბეზეა გაწყობილი პოლიტიკის კეთება, ოპოზიციიდან აძლევ მარცვალს ერთ სიმართლისა. და როდესაც დღეს ქართული ოცნების ნებისმიერი ლიდერი თუ კვაზი ლიდერი გამოვა და იტყვის, რომ დიახაც ბატონი კეზერაშვილი ეს და ეს და ეს სამწუხაროა, როდესაც იცი რომ სიმართლეს საუბრობ და აი ამის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება სხვა დანარჩენ 9 ტყუილს იტყვის, ანუ ერთს უზავებს, ერთ სიმართლეს სხვა ტყუილთან, ხო, აზავებს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბევრად უადვილდება. თუმცა ჩემი კითხვა იყო იმაზე, რომ მისი გავლენა და თქვენ ერთად თანაარსებობდით რაღაცა პერიოდის განმავლობაში ამ პარტიაში. კი, არის გავლენა, რომელიც მას ნამდვილად აქვს, არის კონტროლი, ხო? დღეს თავიდან ბოლომდე კონტროლდება. დღეს ნაციონალური მოძრაობა არის, ვინც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა თქვას, ბატონი კეზერაშვილის საკუთრება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მაშინ როცა თქვენ იყავით გადაწყვეტილების მიმღები ამ პარტიაში, იყო გავლენა, მაგრამ არ იყო კონტროლი და ეს არის არსებითი განსხვავება იმ დროინდელ პარტიასა და ამ დროინდელ პარტიას შორის. არც გავლენა არ ხონდა. ძით ანუ მხოლოდ მისი ფული არსებობდა. ძალიან მწირე ოდენობის ისე, ძალიან მწირე თანამშრომლობა შედგა მხოლოდ ამდენიმე თვიანი, ხო? და ეს ყველაფერი იყო საჯარო. ეს ყველაფერი იყო საჯარო, ეხლა გაიმართა ქვეყანაში რეფერენდუმი და ეხლა ადამიანი როდესაც გეუბნება რომ წვლილი მიდა შევიტანო დემოკრატიული ოპოზიციური ძალების გამარჯვებაში და ამავე დროს გიმტკიცებს რომ მას აი ამ ნაბიჯის დასადასტურებლად ტელეკომპანიაც კი აქვს გახსნილი და ასე შემდეგ. ნუ თულია, ყოველ შემთხვევაში ამასაც მაინც ასეთ ადამიანს არ დაუჯერო, ხო? მოცემულობასა კონტექსტს მომიშლო, მაგრამ მალევე ყველანი დავწმუნდით, რომ მისი ამბიცია სულ სხვა რამ არის. აი გახსოვთ პირველი მოთხოვნა, ვთქვათ რა იყო, რომელზეც მიხვდით, რომ ამას არ შეასრულებთ მიუღებელია, თუ ესეთი არ ყოფილა? პარტიის კონტროლი. მას სურდა, რომ პარტია დაქვემდებარებოდა მის კონტროლს, რაც გამოიხატებოდა იმ ადამიანების წინ წამოწევაში, ვინც მას უნდოდა თუ იმის კეთებაში და თქმაში, რაც მას უნდოდა. სხვადასხვა ადამიანების ჩრდილში მოქცევა, სხვადასხვა ადამიანების მიმართ მას აღმოჩნდა, რომ ხონია, აუცი წინა ცხოვრებიდან ანტაგონისტური დამოკიდებულება და ეს ყველაფერი მისთვის მიუღებელი იყო, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და
ეს განშორება ძალიან მალე მოხდა. და ისეთივე საჯარო იყო, როგორც უბრალოდ მასთან კომუნიკაცია და გაცნობა და მე ვფიქრობ, უწუხელი ვიყავი ამ პროცესში პირველივე წუთიდან, ხო? ახლა გამოსაუბრობენ მალანი, რომ კი ბატონო, შენც ხომ იცნობ, კი ვიცნობდი. ასე ნაციონალ-მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელიც, კი მიხეილ სააკაშვილიც იცნობდა ბიძინა ივანიშვილს ამ ლოგიკით. კი ბატონო. ხო? მაგრამ, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკისგან განსხვავებული ინტერესები. მათ უნდათ რომ ბიზნეს პროექტად აქციონ ქართული პოლიტიკური. ალბათ არ იქნებოდა ცუდი მიხეილ სააკაშვილსაც, რომ თავის დროზე განეჭვრიტა რა ინტერესები ქონდა ბიძინა ივანიშვილს. ნამდვილად და თუ კი ამ პარალელს გავავლებთ. თქვენ ადვილად და მარტივად თუ კი რამე დიდი შეცდომა დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხომ იყო ორს გამოყოფა. როდესაც იცი რომ საფრთხე ემუქრება ბიძინა ივანიშვილის სახით ხელისუფლების ხელში ჩაგდებით, ხო? თუნდაც არჩევნების გზით. მაგრამ უშევ რომ შეიძლება ამ ადამიანმა ოლიგარქატი ქვეყანაში დააფუძნოს, შეგიძლია შენ მანამდე თუნდაც 6 თვით ადრე 7 თვით ადრე ნორმალური დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი მიიღო, რომელიც ხელს გაუხსნიდა მომდევნო წლებში ოპოზიციას და სასამართლო ყოფილიყო პირუთმელი და დამოუკიდებელი. კი, კარგი სასამართლო პროგრამაში დაგეხმარებოდა. ნაციონალურ მოძრაობას რო გადაედგა თუნდაც 2011 წელს, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში მოსვლის შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პრობლემა ამ ქვეყანას აცდებოდა. მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც ახლაც დაეპატრონნენ ნაციონალურ მოძრაობას, ვინც ფიქრობდა, რომ სულ უნდა ყოფილიყვნენ. აი 25 წელიწადი იყო ახლა ადამიანად დარწმუნებული ვარ, მაშინდე დათო კერძელაშვილი სურდა, რომ ალბათ ხელისუფლებაში მართლის სადავეებთან და სხვები ბანომერები იქნებოდნენ და იქნებოდნენ 25-30 წელიწადი. და ერთ-ერთ ნაციონალურ მოძრაობის ყოფილ ლიდერს ძალიან ხატოვნად აქვს ნათქვამი. ჩვენ არ წავაგებდით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნებს, რომ გვეფიქრა, რომ შესაძლებელია წაგვეგო. ედამებით. და ეხლა წარმოიდგინეთ, დღეს, როდესაც არის აი ესეთი უკვე ფესვებში ღრმად გამჯდარი ოლიგარქიული მართლობა, რომელიც რას გულისხმობს ვიწრო ჯგუფის გამდიდრებას სხვების გაღარიბების ხარჯზე და თავისუფლებაზე და მათ შორის სიტყვის თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია, რომელიც შეიძლება უბრალოდ შემცირდეს მისი ხარისხი და არა გაიზარდოს. აი ამას ნიშნავს ოლიგარქია უბრალოდ. ოლიგარქია რას ნიშნავს? მე მგონი ჩვენმა მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცის საკუთარ კისერზე ამის დიდი ახსნა არ მგონია რომ მაინც და მაინც საჭირო იყოს. თქვენ ძალიან მარტივად საუბრობთ კეზერაშვილზე და ამ საუბარში რაღაცნაირად ტოვებთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ვიცი რატომაც, იმიტომ რომ ამ ინტერვიუმდე ბევრ თქვენ სხვა ინტერვიუს უსმინეთ და თქვენ ამბობთ რომ ეს ადამიანი არის პატიმარი და არ იქნება თქვენი მხრიდან ეთიკური მასზე კომენტარების გაკეთება. თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაინც ყოველთვის მიშას პარტიად აღიქმებოდა, ხო და მთავრობის მთავარი მესიჯიც წლების განმავლობაში ეს არის, რომ აი გინდათ ისევ ისინი დაბრუნდნენ. მე მაინტერესებს, როდის დადგება დრო, როცა თქვენც შეიძლება სააკაშვილი კიდევ ბევრი წელი იყოს, ხო, ციხეში იმ მოცემულობით, რაც ეხლა გვაქვს. კი პასუხებთ, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩანს შეგარაღებული თვალით ქართული ოცნების შეშფოთება, გრძნობა, აი კანით გრძნობ მათ შეშფოთებას. ვინაიდან მათ მთელი კონსტრუქცია ენგრევათ. გესმით? და როდესაც ხედავენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდა ჯგუფი და არც თუ ისე მცირე, რომელიც წინააღმდეგ წავიდა ანტიდემოკრატიული სისტემისა, ხო? ნახოთ მათ არ მოწონთ. მათ არ მოწონთ და ეხლა საზოგადოებას უნდათ შეასახონ მოცემულობა, თითქოს ეს არის თამაში. თითქოს ეს მთელი უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ეს იყო დადგმული რაღაც მიზანსცენები ან ასე ეტიუდები, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკოსები დგამდით. არ გამოუვათ ჩვენი მოკავშირეები იქნებიან ყველა ის ადამიანი, ვინც არ მიიჩნევს ქვეყნის მომავლად და სახესურათად კეზერაშვილ მერაბიშვილი ივანიშვილს. გულწრფელად გეუბნებით. შესაძლებელია მამანისთვის ეს იყოს დამღლელი, ხო? მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა შეიქმნა. აი ამ ისტორიის, აი ამ მონაკვეთში ფუნდამენტური პრობლემა შეიქმნა პოლიტიკას. მართლაც ქართული პოლიტიკური აზრია გადასარჩენი. ან დეფლობთ თლიანად მართლაც სინდიკატურ რაღაც ოლიგარქიულ პროცესში, სადაც არის ქალაქები, არ მინდა ევროპული ქალაქები დავასახელო, მერად რომ აგირჩიონ ევროპული ქალაქებიც კი, რომელიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. მაფიას თუ არ გაურიგდი,
შენ წარმატებას ვერც მუნიციპალიტეტის დონეზე და ვერც ეროვნულ დონეზე ვერ მიაღწევ. დღეს ეს თამაშის წესები მკვიდრდება. კი ბატონო, მაგრამ თქვენ სააკაშვილზე კითხოს მაინც არის. სააკაშვილსაც შეეხება, ბუნებრივია. გულწრფელად პასუხობთ აქაც. ეს არ ნიშნავს, რომ მე მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. ან არ მქონია და ამასთან დაკავშირებით არათანხმ ისაუბრია. წინა წლებშიც, ხო? უბრალოდ ადამიანად მორალურად, კომფორტულად არ ვგრძნობ, როდესაც 4 კედელში ადამიანი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს. ათასობით ადამიანს დაუსვამს ეს კითხვები სხვა სივრცეში. ნუ შესაძლებელია ეს ყველაფერი მოხდება მის გარეშე. პატიმარი თქვენ არაპირებთ მასზე ლაპარაკს. მის გარეშე შესაძლებელია. იცით, ყოველთვის ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მე მასზე არ მესაუბრა. და მე ამ სურვილის თანმიმდევრული ვარ. მაგრამ თანმიმდევრული ვარ ამ სურვილში. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. ის არის დღეს 4 კედელში. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათ, ანუ ჩვენ უკვე ხარდაჭერს პოტენციალურ ამორჩევას ეს კითხვა აქვს. და თვეები ამას ვამე, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოხდარიყო იმ დაგვარად, რომ მიხეილ სააკაშვილს ეს არ ცოდნოდა, იცით, მაგრამ ამ სულს ამ პროცესში შესვლა. შესაძლებელია. არ არის და შესაძლებელი ორი პასუხი მისაღები ჩემთვის ამეთას, მაგრამ ადამიანს, როდესაც თვალებში ჩავხედა, ადამიანს, როდესაც შევხვდები ერთმუნეთ, თუნდაც თქვენთან გადაცემაში, ნასტასია, აუცილებლად იქნება ჩემი პასუხები თქვენს კითხვებზე და მორალურად გამიადვილდება. ჩემთვის მორალური პოლიტიკა მნიშვნელოვანი არის, ჩემთვის ზნეობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვანი არის. მნიშვნელოვანია რა ვქნა. მე 2013 წელს შემოვერთდი პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაში იყო. სულ თავისუფლად შემეძლო გახელისუფლებულ პარტიასთან მივსულიყავი და ვერავინ ვერ მეტყოდა ვერც ერთი ადამიანი, თუ რატომ მიხვედი შენ სახელმწიფო პარტიასთან. არ ვიყავი ნაწილი ასეთ პოლიტიკური პარტიის, მაგრამ ნუ თავიდანვე რა ვქნა და ხა არ იმპონირებდა დიდარი ადამიანი ბიზინა ივანიშვილი, რომელიც გადაგებდა რომ ის იყო ხსნელი, არ დავიჯერე. აღმოჩნდა წლების შემდეგ ძალიან ბევრმა შეიცვალა პოზიცია, რაც ნორმალურია, ხო? მაგრამ ამასობაში ამ ადამიანმა არჩევნების გზით ხელისუფლების შესვლა ძალიან გაართულა. თუმცა ახლა მგონია, თუ რამე დაამარცხებს ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი. უდიდესი კონტრასტული სხვაობა. მე ვარ მოქალაქე ვცხოვრობ მაგალითად ბერნსკის ქუჩაზე, ხო? აი ივანიშვილსა და კეზერაშვილს შორის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს რატომ უნდა შევიქმნა პრობლემები, რატომ უნდა ავაფორიაქო ჩემი სამეზობლო, სანაცნობო წრე, სამეგობრო, რატომ უნდა მოუწოდო მათ, რომ ხარი დაუჭირონ იმ ოპოზიციას და დიდ ნაწილს, რომელიც კონტროლდება იგივე ივანიშვილის მიერ, რომელსაც უბრალოდ ნაკლები თანხა აქვს. და აი დავსვამ რიტორიკულ კითხვას თქვენ მაყურებლებს. ივანიშვილს დღეს რა უფრო ურჩევნია? დაუპირისპირდეს მას მართლაც დიდი სიმართლე, ხარისხობრივად. აი ივანიშვილი იყო თქვენ რა უფრო მოგეწონებოდათ, რომ სიმართლე დაგიპირისპირდეთ რაღაცა ჯგუფის სახით, თუ დაგიპირისპირდეთ ჯგუფი, რომელსაც აქვს ფული, მაგრამ თქვენზე არჯერ ნაკლები. დღეს ასე პოზიციონირებს ბატონი გეზერაშვილი. თქვენ ვინაიდან პოზიციონირებთ როგორც ადამიანი, რომელსაც სიმართლე უჭირავს ხელში და ეს მორალური უპირატესობა აქვს თუ მორალური პოლიტიკის მომხრეა, რაც დასაფასებელია კი ბატონო. არ ფიქრობთ სააკაშვილზე კითხვაც ან თვითმიზანი კი არ არის, მაინც და მაინც უპასუხოთ, უბრალოდ თუ კი სიმართლეს ლაპარაკობთ, არ ჯობია რომ სრული სიმართლე თქვათ, ვიდრე ნახევარ სიმართლე? სიმართლე განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პრივილეგიად იქცა. კი ბატონო. პრივილეგიად იქცა, ფუფუნებად იქცა და ძალიან ვცდილობ გაუფრთხილდე ამ მოცემულობას. ძალიან. რაც შეეხება სააკაშვილს კიდევ ერთხელ არ ნიშნავს რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები. მაქვს. ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მაშინ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში თლიანად გამოვრიცხავ. ოდესმე ეს ვერ შედგება. კი ბატონო. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი, აი ამას მე თქვენ ახლა გეუბნებთ უახლოდ. თუმცა ჩვენი ძალისხმევაც, ისევე როგორც თქვენი ძალისხმევაც, როგორც მოქალაქე ამ შემთხვევაში და არა ჟურნალისტის, მინდა რომ იყოს აკუმულირებული და მე რაღაც აი ამ ძალას კონდეს შესაძლებლობა რომ გაარღვიოს ის წრე, სადაც პოლიტპატრიონები ხდებიან ხოლმე დრო და დრო.
და მომდევნო ხელისუფლების პირობებში პატიმარი გინდათ, არსებობს, რომ არავის არ არ იყოს. ეთქოდეს. კი, ბატონო. არ ეთქოდეს. ეს ყველაფერი ვერ იქნება შესაძლებელი, სამ სასამართლო არ არის დობით აღჭურვილი. შეიძლება მართა სამართლიანად დამაკავონ, ხო? ან ზეგ, ხო? თუმცა იმდენად აქვს ოდობა დაგრეული სასამართლოს, რომ აღმოჩნდება ათასობით ადამიანი, ვინც იტყვის, რომ მელი არის პოლიტპატიმარი. და სასამართლო, როდესაც იქნება პირუთლელი და დამოუკიდებელი და მინიმუმ დობა მაღალი, ეს პრობლემა თავისთავად გაუჩნდება. სამართლიანი სასამართლოსთვის ალბათ რაც გვჭირდება არის ხელისუფლების ცვლილება. ხო, რა მოლოდინი გაქვთ 20-24-ისთვის იმ პარტიით, რომელიც ჯერ არც კი ვიცით რა იქნება, ხო? მე ასე არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილება არის პანაცეა და არა, გააჩნია როგორ იქნება ახალი ხელისუფლება, კი ბატონო. ახლა მეფის რუსეთიდან მოყოლებული, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან უკვე თანამედროვე ქართული სახელმწიფო არის ცნობს დამოუკიდებელ სასამართლოს, ხო? ამ დაპირებით მოდიოდა, არ ვიცი, ზურადეიშვილიც 2003 წელს სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი და ამ დაპირებით მოვიდა ბიზინა ივანიშვილიც, მაგრამ იმდენად დიდი ხიბლი აქვს მე ამ ბერკეტებს. მივიღეთ ის არა, გააჩნია როგორი კოალიციური ხელისუფლებით დემოკრატიული შეიძლება, კი მთავრობა ბატონო. პირველ ეტაპზე, რომელიც შესაძლებელია იყოს შემაკავებელი ფაქტორი რიგ სფეროებში სწრაფი განვითარებისა, მოდის ესეც ვაღიაროთ, ბევრი მიზეზის გამო დამაშება ხა ვერ მოვაცრეთ რომ აუხსნათ რა ზღურისხო, მაგრამ პოლიტიკით დაინტერესებული თემაყურებელი მიხვდება, თუმცა ჩემის აზრით კოალიციური მთავრობის პირობებში არის ხოლმე შესაძლებელი სწორი და პროგრესზე განვითარებული რეფორმების გატარება სასამართლოში. როცა მე მეცოდინება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე და არ ვიცი, გენერალური პროკურორი არ არიან ერთი გუნდის წარმომადგენლები და განსაკუთრებით ახლა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, ხო? უკვე ნებისმიერი თანამდებობის პირი ფრთხილობს მოქალაქის უფლების დარღვევის თვალსაზრისით. დღეს რა ხდება, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ხო? ეხლა როდესაც მოქალაქე დაიჩაგრებოდა უსამართლოდ, იყო ეს შემთხვევები, ხო? ის პოლიციელი თამამი იცოდა, რომ თუ დაჩაგრავდა მოკლედ ადეიშვილის უწყება, ხო? მერაბიშვილის უწყება არ დახევდა ადეიშვილის უწყების ტყავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იგივე ახლა გომელაურმა იცის, მისმა თანამშრომლებმა რაც არ უნდა დააშავოს შოთაძეს უწყება, პირველ რიგში პარტიულ კუთვნილებას გაითვალისწინებს. აი ეს მოცემულობა, ხო, თუ სტატუსი არ შეიცვალა, ხვალაც ანალოგიური მოხდება. შესაძლებელია უარესი. უარესი მოხდება იმ შემთხვევაში, ბედარწმუნებული უარესი, ჩემთვის ზღვარი წაშლილია ივანიშვილსა და კეზერაშვილის შორის. გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. მე გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც განახსახიერებენ მანკიერ სისტემას. თუ რა შუაშია მე არც ერთი ზღვარი მზულს და არც მეორე ზღვარი მზულს. ამიტომ დემოკრატიული ოპოზიციური კოალიცია, სადაც ნება გაჩნდება. სხვაგვარად ერთპარტიულ მმართველობაში უდიდესი ალბათობით ნება კვლავ ვეღარ გაჩნდება, სულ რომ აი ერთმა ცალკე აღებულმა დღეს თქვენთვის მოსაწონმა ოპოზიციურმა პარტიამ მართვის სადავები ხელში ჩაიგდოს. შესაძლებელია მოგენატროთ შოთაძე პირობითად ან ადეიშვილი, აი ეს რეალობას დაადგეს. ამიტომ პროპორციული არჩევნების სისტემა არჩევნებისა თავისთავად არის გარანტია კოალიციური მთავრობისა. ეს კარგია. ნამდვილად იმდენად დიდი უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ ჩვენ არჩევნებამდე, იმდენად დიდი მორალური უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ, რომ გაყალბებას აზრი აღარ ხდება. აი რა მოლოდინი